საქართველო იტალიის 1918-1921 წლების დიპლომატიური მიმოწერის ამსახველი დოკუმენტები საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა. ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა. შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა გახსნა. მან წარმოდგენილი არქივის მნიშვნელობაზე ისაუბრა, საარქივო მასალების მოპოვება, შეგროვება და ეროვნული არქივისთვის გადაცემა ბეგი თავართქილაძის თაოსნობით მოხდა. საარქივო მასალა 400-მდე დოკუმენტს მოიცავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი ელჩი იტალიაში ბეგი თავართქილაძე ამჟამად არის ქართველთა სათვისტომო კოლხეთის თავმჯდომარე. ღონისძიებას საქართველოს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი, ბეგი თავართქილაძე, აკადემიკოსები და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეს მოხდა დიდი მოვლენა ძალიან, რომ იტალიაში დაუნჯებული ქართული მასალა, ქართული საარქივო მასალა, ეს არის მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედისა და მე-20 საუკუნის დასაწყისიდან 30-იანი წლების ჩათვლით ძალიან საინტერესო ეპისტოლარული მემკვიდრეობა ქართული დღეს გადაეცა საქართველოს ისტორიულ ცენტრალურ არქივს. ეს არის უდიდესი მნიშვნელობის საქმე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვენმა ისტორიკოსებმა მოიპოვეს ძალიან მნიშვნელოვანი მასალა სამუშაოდ. მეორეც ის არის, რომ ჩვენ არ კარგავთ არც ერთ მარცვალს ჩვენი ისტორიისას და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კიდევ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ის სწორედ ცენტრალურ არქივში დაუნჯდება ეს მასალა არქივში, რომელიც არის ძალიან მაღალი დონის დაწესებულება. უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პირველ ელჩს იტალიაში, ბატონ ბეგი თავართქილაძეს, რომელმაც შეაგროვა ეს საარქივო მასალები და ძალიან მადლიერების სავსემ გადასცა ჯერ აკადემიას და ჩვენი საშუალებით კი არქივს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისთვის დიდი პატივია დღეს მონაწილეობა მიიღო ამ ღონისძიებაში, რომლის ფარგლებში ჩვენ გადმოგვეცა მართლაც უნიკალური დოკუმენტები, რომელიც ჩვენს არქივში შეინახება, დამუშავდება საარქივო წესით და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. მადლობას მოვახსენებთ მეცნიერებათა აკადემიას, პირადად ბატონ როის და რასაკვირველია ბატონ ბეგის, რომელმაც დღემდე მოიძია, შეაგროვა და ჩვენამდე მოიტანა ეს დოკუმენტები. დოკუმენტები ეხება როგორც იტალიაში არსებულ საქართველოს წარმომადგენლების მიერ მომზადებულ მასალებს, საიდუმლო მასალებს, რომლებიც უგზავნიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე იტალიის წარმომადგენლობა, იტალიის საქმეთა რწმუნებული არსებობდა, მაშინ ელჩი არ იყო, იტალიის ელჩი საქართველოში, მათი ანგარიშები და მათი სურვილები თუ რა რეაქცია უნდა ქონოდა, რეაგირება უნდა ქონოდა იტალიის მთავრობას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ყოველთვის თითქმის ყველა დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნული ის, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა იტალიისთვის და რომ აუცილებლად იტალიას გარკვეული პროტექტორატი უნდა მოეხდინა საქართველოს მიმართ. და ასეც მოხდა პრინციპში, სანამ არ მოხდა საქართველოს ანექსია ბოლშევიკების მიერ. მიუხედავად იმისა, რომ იტალიის წარმომადგენლობა, დიპლომატიური წარმომადგენლობა განგაში ატეხა იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთიდან ბოლშევიკები ძალიან აგრესიულად იქცეოდნენ და რომ საქართველო ძალიან მალე დიდი საფრთხის ქვეშ იქნებოდა, რაც სამწუხაროდ მოხდა კიდეც.